გამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. როგორც ყოველთვის, დღეს ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ ადამიანის სიცოცხლეზე და კიდევ ერთხელ ვამბობთ იმის შესახებ, რომ სწორედ ადამიანის სიცოცხლეა ყველაზე დიდი ფასეულობა, ყველაზე დიდი ღირებულება ნებისმიერ საზოგადოებაში. ამიტომ ყოველდღიური ჩვენი საუბარი არის განსაკუთრებული სიყვარულით ახსავსე და დღეს, როდესაც გამორჩეული დღეა მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის, ჩვენ კიდევ ერთხელ გვჭირდება დაფიქრება იმაზე, რა ძალა აქვს ადამიანურ სიყვარულს. რამდენად მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ყველაზე დიდი, ყველაზე ძლიერი, ყველაზე ეფექტიანი მკურნალი ადამიანთათვის არის სიყვარული, სიყვარული, რომელსაც ჩვენ თვითონვე ვასაზრდოებთ და ჩვენსავე წიაღში იბადებ. ამას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა განსაკუთრებით, როდესაც საუბრობთ ჩვენი გადაცემის ყოველდღიურ ფორმატში, რას ელოდებით თქვენ ჩემგან. რას ელოდებით დღეს განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ ტრადიციებს ვინარჩუნებთ და წლების მანძილზე ძალიან ხშირად ამა თუ იმ თარიღთან დაკავშირებით, მე სწორედ იმას გიზიარებთ, რაც ჩვენი წინაპრებისგან ჩვენამდე არის მოტანილი, როგორც არაჩვეულებრივი სიბრძნე, გამოცდილება, რომელიც ნამდვილად გასაზიარებელია და განსაკუთრებით თავს იყრის ხოლმე იმ საიდუმლოში, რასაც კვება ჰქვია. ჩვენ შევთანხმდით, რომ კვება არ არის მხოლოდ დანაყრებისათვის განკუთვნილი პროცესი. კვება არ არის უბრალოდ საკვები ნივთიერებებით ორგანიზმის უზრუნველყოფა. კვება არის სოციალური კომუნიკაცია. კვება არის ადამიანების კულტურული ტრადიციის ნაწილი. კვება არის ჩვენი იდენტობის ნაწილი. თუ გნებავთ ეთნოკულტუროლოგიური თავისებურება, რელიგიური თავისებურება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამის გააზრება მაშინ, როდესაც ადამიანურ ურთიერთობებში ჩვენ ვითვალისწინებთ სარიტუალო კვების დატვირთვას. დიახ, როდესაც სარიტუალო კვებაზე ვსაუბრობთ, არცად არის ისეთი თვალსაჩინოება, როგორც სააღდგომო ტრაპეზში. თვალსაჩინოება ტრადიციისა და იმ უნებლიეთ დაგროვილი სამეცნიერო სიბრძნისა, რომელიც კონკრეტულ კერძებში არის დაშიფრული. თქვენ ელოდებით, რომ დღეს ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ და მე არ გაგიცრუებთ იმედს, აუცილებლად გაგახსენებთ, რომ კვერცხი არის სიცოცხლის სიმბოლო. მასში თავმოყრილია უამრავი კომპონენტი, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს უზრუნველყოფს. უფრო მეტიც, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არის იდეალური ნაკრები ცილებისა, ცხიმებისა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანაფარდობა მათ შორის, როდესაც ყველა აუცილებელ ამინომჟავაზე ვსაუბრობთ, როდესაც ვლაპარაკობთ ნაჯერი და უჯერი ცხიმების იდეალურ თანაფარდობაზე, როდესაც ვსაუბრობთ მის შემადგენლობაში არსებულ უნიკალურ ქოლინზე, რომლის გარეშეც ჩვენი ნერვული სისტემის მუშაობა წარმოუდგენელია, დ-ვიტამინის როლზე. და თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი რამდენად მნიშვნელოვანია ნაზამთრალი და ხანგრძლივად მარხვაში მყოფი ორგანიზმისათვის გაზაფხულზე, როდესაც ამ ნივთიერებების ერთობლიობა განსაკუთრებულ სიკეთეს მოიტანს ორგანიზმისთვის. მაგრამ მაშინ, როდესაც ჩვენ საუბრობთ შეღებილ კვერცხზე, აუცილებლად მინდა ვისარგებლოს შემთხვევით და გაგახსენოთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ბუნებრივი საღებავების გამოყენება, ბუნებრივი ტრადიციული შეღების მეთოდების გამოყენება, როდესაც მისტიკური დატვირთვის მქონე თითქოს სისხლდენი ფესვები არის გამოყენებული იმისთვის, რომ პროდუქტმა მიიღოს შესაფერისი იერსახე. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია დატვირთვა, რომელიც ამ დღეებში შეიძლება ოჯახის დიასახლისებს აქვთ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გვაქვს ცდუნება, გავიმარტივოთ საქმე, შევამოკლოთ პროცესი, უფრო ადვილად შევღებოთ კვერცხი, ნუ ვისარგებლებთ საეჭო პროდუქტით, რომელიც საღებავის სახით არის ხოლმე ჩვენს თვალწინ. ძალიან ხშირად არამა თუ იმ პროდუქტში შეიძლება იყოს შერეული დიახ, შეიძლება იყოს დაბქული, რა თქმა უნდა, ენდროც, მაგრამ შეიძლება მასში იყოს ასევე ჩართული საღებავი. თუ ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, რომ პროდუქტი არის კეთილსინდისიერად მომზადებული, თუ ჩვენ არ ვართ დარწმუნებული ამ პროდუქტის უსაფრთხოებაში, გავითვალისწინოთ, რომ მიუხედავად ძალიან თვალსაჩინო სიმტკიცისა, კვერცხის ნაჭუჭი არ არის შეუღწევადი. ის შეღწევადია, ეს იმას ნიშნავს, რომ მასში სხვადასხვა ინფექციის გამომწვევიც აღწევს და მასში აღწევს სხვადასხვა სახის საღებავიც. ამიტომ იქ, სადაც არ ვართ დარწმუნებული, კიდევ ერთხელ ვამბობთ, უსაფრთხოებაში საღებავისა,
არ გავრისკოთ და არ გამოვიყენოთ ასეთი პროდუქტები. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თავისებურება კვერცხთან დაკავშირებით მე დავუბრუნდები ამ თემას უკვე ნაღდგომებს, როდესაც შენახვის ვადებზე ვისაუბრებ, თუმცა ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც ჩვენ შევღებავთ ამ კვერცხს, უსაფრთხოდ შენახვისთვის გავითვალისწინოთ ერთი კვირის განმავლობაში მისი გამოყენება და არა უმეტეს. ასეთ შემთხვევაში ყველა სიკეთე, რომელიც მასშია და მათ შორის ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულებაც იქნება ბევრად უფრო სასარგებლო და სასიკეთო ჩვენი ორგანიზმისათვის. როდესაც ჩვენ საუბრობთ სამარხო კვების დასრულებაზე, კვერცხი არის ძალიან კარგი არჩევანი ასეთ შემთხვევაში, მსუბუქი, მარტივი, ტევადი, თვითკმარი. ასეთ შემთხვევაში ჩვენ გვახსენდება ასევე რძის პროდუქტები და ნადუღის ჩართულობა იქნება თუ მაგალითად ხაჭოსგან საგანგებო პასკის მომზადება, რომელშიც გამომშრალი ხილია გამოყენებული, როგორც გაზაფხულზე სხვადასხვა სახის მინერალების უხვი წყარო, ესეც გახლავთ ის ცოდნა, რომელიც უნებურად დაგროვდა და ეს არ არის უბრალოდ კულინარიული ტრადიცია, ეს არის განსაკუთრებული კომბინაცია, რომელიც აი ამ პერიოდში ძალიან წაადგება ჩვენს ორგანიზმს. სააღდგომო ნამცხვარი, რომელიც კვერცხის, რძის, ყველა იმ კომპონენტის გამოყენებით მზადდება, რომელზედაც მე თქვენ უკვე გესაუბრეთ და შესაბამისად ყველა იმ თვისების მატარებელია, რომელიც ქმნის კარგ საშუალებას მარხვის პერიოდში შეზღუდული კვებიდან გაფართოებულ კვებაზე გადასვლისთვის. საგანგებოდ მინდა გითხრათ ჯეჯილის შესახებ. ჯეჯილი ასევე არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ამ ტრადიციისა და მე მადლობა უნდა უთხრა ქალბატონ ლელას, რომელმაც საგანგებოდ ჩვენი გადაცემისთვის გამოზარდა ეს ჯეჯილი. და ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჯეჯილზე ვსაუბრობთ, რომ ხორბლის ამ ნაზარჩი დავინახოთ განსაკუთრებული შინაარსი. მე ხშირად ვამბობ, რომ ჯეჯილი არის ის, რასაც დედა შვილისთვის გაიმეტებს, დედა შვილისთვის საუკეთესოს იმატებს, ამიტომაც ჯეჯილში ხორბლიდან წამოღებული ნივთიერებები საუკეთესო ნაკრებია. ცხადია, ბეჭდგუფის ვიტამინებთან ერთად აქ არის სხვადასხვა სახის მინერალი და განსხვავებით საკუთრივ ხორბლისგან ის არ არის დატვირთული გლუტენით. ამიტომ ხორბლის როლი გარდა ესთეტიკისა, გარდა ტრადიციისა, გარდა მისტიკისა, სიცოცხლის დაბადებისა, გულისხმობს აგრეთვე სამედიცინო სიბრძნეს, ამიტომ ოჯახში ჯეჯილს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა, თუნდაც მიკრომწვანილის დატვირთვა, რომელსაც წვნიანში ან სალატში გამოიყენებთ. ამიტომ შევინახოთ ჯერჯერობით ჯეჯილი, თუმცა არ დავანებოთ მას გაყვითლება. ამაზე მე კიდევ ერთხელ გეტყვით ნაღდგომებს. როდესაც ჩვენ საუბრობთ ტრადიციულად ხორბლისგან მომზადებულ კერძებზე, კორკოტი, წანდილი, თქვენ აქაც სიცოცხლის სათავე შეიძლება იპოვოთ, იმიტომ რომ პური, როგორც ჩვენი არსებობისათვის აუცილებელი კომპონენტი და ხორბალი, რომელიც ერთი მხრივ სიცოცხლის სათავეა ჯეჯილში და მეორე მხრივ ეს არის ნაკრები იმ ნივთიერებებისა, მცენარეული ცილისა, მინიმალური რაოდენობით ცხიმისა, მაგრამ ყველაზე ხშირად გასათვალისწინებელი ნახშირწყლისა, მთლიან მარცვლეულში არსებული უხეში ნივთიერებების ან მცენარეული ბოჭკოსი კომბინაციაში ნიგოსთან, ანუ ომეგა-3-თან, თუთიასთან, მაგნიუმთან, მასში არსებულ ცილასთან, სხვადასხვა სახის გამომშრალ ხილთან, განსაკუთრებით ქიშმიშთან და თაფლთან ერთად. ეს არის მნიშვნელოვანი კომბინაცია, რომელიც გასათვალისწინებელია მომზადების ტექნოლოგიის თვალსაზრისითაც არ დაგავიწყდეთ და არ დავიზაროთ ხორბლის ჩალბობა, იმიტომ რომ ჩალბობა მარცვლეულის, ბურღულეულის, პარკოსნების ზუსტად ის ტექნოლოგიაა, რომელიც ფიტინის მჟავისგან გვიცავს. გახსოვთ, თქვენ არაერთხელ მისაუბრია ამის შესახებ, მაგნიუმიც, კალციუმიც, რკინაც შეიძლება დავკარგოთ პროდუქტებისგან. არა იმიტომ, რომ ამ პროდუქტში არ არის, არის, მაგრამ ფიტინის მჟავა მათ შეწოვას აფერხებს. აი ასეთი ტექნოლოგიით, როდესაც წინასწარ ვალბობთ, ვამზადებთ პროდუქტს, ფიტინის მჟავის რაოდენობა მკვეთრად ქვეითდება. თერმული დამუშავების დროს მისი კონცენტრაცია კიდევ შემცირდება, რაც მოგცემს საშუალებას ამ დასახელებულ პროდუქტებში არსებული მინერალები დანაკარგის გარეშე შევითვისოთ. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წახნაგი, რომელიც სააღდგომო ტრაპეზს ახლავს. მე სიამოვნებით გაგახსენებთ, რომ ქართულ ენაში არის საოცარი სიბრძნე ჩადებული და აი მაგალითად, როდესაც საცივზე ვლაპარაკობთ ხოლმე, ანუ ცივად მისართმევი, საზამთრო, ანუ ზამთარში რომ უფრო გემრიელი იქნებოდა ჩაციებული,
ჩაკაფულიც ასეთივე სახელწოდებაა, სადაც საკვების მომზადების ტექნოლოგიაა გათვალისწინებული. მე დღეს ამ თემაზე ვსაუბრობ არა სიმსუყისთვის. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ოჯახი იქნება საქართველოში, რომელიც ვერ მოამზადებს ჩაკაფულს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დღეს მე მაქვს საბაბი გაგახსენოთ, რამდენად ბრძენი იყო ჩვენი წინაპარი, როდესაც ხანგრძლივი მარხვის შემდეგ ხორც პროდუქტები შემოაქვს არა შემწვარი სახით, არა დაბრაწული სახით, არა უხვად ცხიმიანი კომპონენტების სახით, არამედ ახალგაზრდა ხორცის სახით, რომელსაც აუცილებლად აწყვილებს არა სხვა დამტვირთავ კომპონენტებთან ერთად, არამედ პირიქით განტვირთავ კომპონენტებთან ერთად და აი ამ განტვირთვაში პირველ რიგში იგულისხმება მწვანილის მრავალფეროვნება. ნედლი ხახვი, ახალი ხახვი, მწვანე ხახვი, როგორც ჩვენ ვეძახით ხოლმე. ამ სეზონზე ის C ვიტამინის საუკეთესო წყაროდ შეგვიძლია აღვიქვათ. სწორედ იმ C ვიტამინის, რომელიც რკინის შეწოვაში მოგვეხმარება, თუნდაც მინიმალური რაოდენობით იყოს საკვებში. როდესაც ჩვენ საუბრობთ მწვანილების მრავალფეროვნებაზე, მათში არსებული მცენარეული ბოჭკოს გარდა, ჩვენ და გავითვალისწინოთ ყველა ის მინერალი და ვიტამინი, მარილები, რომელიც ნიადაგიდან ახალი ამოტანილია და განსაკუთრებულ ნაზავს ქმნის ჩვენი ჯანმრთელობისათვის. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სეზონური ტარხუნის გათვალისწინება, ანუ ესტრაგონი, რომელიც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს, ფრინველებს, მწარეებს და ასე შემდეგ, ორგანულ მჟავებს, რომელთა დამსახურებით მონელების და შეწოვის პროცესები ადვილდება და რაც მთავარია ქოლესტეროლის ცვლის დარღვევებისაგან მაქსიმალურად გვიცავს, მიუხედავად იმისა, როგორი ტიპის ხორცი იყო შერჩეული. არ დაგავიწყდეთ, რომ იგივე კომბინაცია სოკოსთან შეგვიძლია გამოვიყენოთ, სადაც არის ცხოველური და მცენარეული ცილებისათვის საერთო კომპონენტები. მათთვის საერთო ნახშირწყლები და რაც მთავარია D2 ვიტამინი, მინერალების დიდი ნაკრები. ეს შეიძლება იყოს სრულიად ნეიტრალური პროდუქტები. გარწმუნებთ, ასეთი კომბინაციით კარტოფილიც კი შეგვიძლია მოვამზადოთ. ამიტომ ამ შემთხვევაში დატვირთვა აქვს სწორედ ნაკრებს იმ ნივთიერებებისა, რომელიც შემოდის სწორედ რიტუალთან ერთად ჩვენთან ორგანიზმში და ასეთ დროს ღვინის დატვირთვა არ არის თრობასთან დაკავშირებული და არც ღვინით დანაყრებასთან დაკავშირებული. ეს არის მხოლოდ გარკვეული ფონი იმისთვის, რომ დუღილის პროცესში ალკოჰოლი აორთქლდეს და მასში არსებული ანტიოქსიდანტები, ანტიდამჟანგავები იქცეს ჩვენი ორგანიზმისათვის საუკეთესო წყაროდ იმისთვის, რომ ამ სეზონზე მარხვის შემდეგ დაგროვილი არასასიამოვნო ნივთიერებებისგან მაქსიმალურად გათავისუფლდეს ორგანიზმი და სასარგებლო ნივთიერებები რაც შეიძლება ადვილად შეითვისოს. მე ვისარგებლებ აუცილებლად შემთხვევით და დღეს გეტყვით კიდევ ერთ კომპონენტზე. ძალიან ბევრი ალბათ გამოიყენებთ მარაგად გადანახულ ტყემალს ან ალუჩას. სიამაყე გვაქვს, როდესაც ტყემალს ან ალუჩას ვუყურებთ, იმიტომ რომ ამ პროდუქტების სამშობლო ჩვენ ვართ ეს განსაკუთრებული ხილი გახლავთ, რომელიც ძალიან მდიდარია სისხლის შედედების, სისხლში თრომბების წარმოქმნის საწინააღმდეგო ნივთიერებებით. და ის რომ გაზაფხულზე დათბობასთან ერთად აქტუალური ხდება ეს პროდუქტი, ესეც გარკვეული სიბრძნეა, რომელიც ჩვენს ბუნებრივ ენდემურ საიდუმლოშია და ჩვენი კვების ტრადიციებშია, მათ შორის საწებელის მომზადების დროს. მაგრამ როდესაც ახლა თქვენ კონსერვირებულ პროდუქტს ხედავთ, მე მაქვს საბაბი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესაბამისად. შინ მომზადებულ კონსერვებთან დაკავშირებით ჩვენ გვმართებს დიდი სიფრთხილე. თუ შენიშნეთ, რომ კონსერვის სახურავი არ არის იდეალურად გლუვი, ეს არის ძალიან საგანგაშო ნიშანი და ასეთი პროდუქტი არ გამოიყენოთ. თუ შენიშნეთ, რომ პროდუქტი შემღრეულია, ასეთ შემთხვევაშიც უარი თქვით პროდუქტებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ზოგადად ტრადიცია შინ მომზადებული კონსერვებისა მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყოს გათვალისწინებული, მით უფრო მაშინ, როდესაც ჩვენ საუბრობთ მიწასთან ახლოს მზარდ პროდუქტებზე. მაგალითად სტაფილო, მაგალითად წიწაკების სხვადასხვა სახეობა, მაგალითად ბადრიჯანი, მაგალითად პომიდორი, კიტრი, ყველა ეს პროდუქტი მიწასთან ახლოს იზრდება და ბოტულიზმის განვითარების რისკი ასეთ პროდუქტებში ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ნებისმიერ სხვა პროდუქტში. და ასეთ შემთხვევაში თუ თქვენ მაგალითად კიტრის მწნილი
მოხუფეთ, თქვენ მისი დაგემოვნების დაგეგმვამდე აუცილებლად დაგჭირდებათ მისი წამოდუღება, რომ ის უსაფრთხოდ გამოიყენოთ, რადგან კონსერვირება გულისხმობს თერმულ დამუშავებას უსაფრთხოებისათვის და ბოტულიზმის თავიდან ასაცილებლად. როდესაც ჩაქაფულშია გამოყენებული ეს პროდუქტი, 15-20 წუთის განმავლობაში დუღილის პროცესში ჩვენ ასეთ უსაფრთხოების წესებს ვიცავთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ 15-20 წუთის განმავლობაში ვადუხებთ მათ კერძთან ერთად. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ოჯახებში შებოლილი თევზის გამოყენება. თქვენ წარმოიდგინეთ არასანდო თაფლის გამოყენებაც კი არის რისკ ფაქტორი ბოტულიზმთან მიმართებაში, რადგან თაფლით შეიძლება იყოს ბოტულიზმის წყარო და კონსერვებთან ერთად შებოლილი თევზიც ძალიან ადვილად შეიძლება გახდეს ბოტულიზმის წყარო. ამიტომ ამ სადღესასწაულო დღეებში დიდი თხოვნა მექნება მე რომ ეს რისკები გავითვალისწინოთ და თავარი ვიდრე ამ ბლოკს დავასრულებ აუცილებლად მინდა გაგახსენოთ ის რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის საქართველოში მცხოვრები ადამიანებისათვის ჩვენი ტრადიციების შესაბამისად ტრაპეზი არ მოიხსენიოთ როგორც პურმარილი ჩვენ უკვე დიდი ხანია შევთანხმდით რომ ჩვენი ტრადიციის ნაწილია პურ ღვინო და ეს არის ის საფუძველი სუფრისა, რომელიც რატომღაც სლავურ ტრადიციასთან, პურმარილთან გაიგივდა. და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ სიტყვათა შეთანხმებას ნელ-ნელა დავძლევთ და გავაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია წინაპართა ის საიდუმლო, რომელიც თუნდაც სააღდგომო ტრაპეზში იყრის ხოლმე თავს და გავითვალისწინებთ უსაფრთხოების იმ წესებს, რომელზედაც უკვე გესაუბრეთ. ეს იყო ის ნაწილი ჩვენი გადაცემისა, რომელსაც ზუსტად ვიცი, რომ ელოდებოდით თქვენ. ეს იყო თქვენთვის ლოგიკური, ბუნებრივი და სრულიად მოსალოდნელი. მაგრამ ახლა დაიწყება გადაცემის მთავარი ნაწილი, რომელსაც დარწმუნებული ვარ თქვენ არ ელოდით და განსაკუთრებული სტუმრების განსაკუთრებულ საუბარს გულისხმობს. როგორც დაგკვირდით, დღევანდელი ჩვენი გადაცემა განსხვავებული იქნება თავისი ფორმატით. ჩვენ არ დავარღვევთ ტრადიციას და გადაცემის სტუდიაში აუცილებლად იქნებიან ექიმები და არიან ექიმები. თუმცა სათქმელი, რომელიც დღეს ექიმებს აქვთ, განსხვავებულია. განსხვავებულია თუნდაც იმიტომ, რომ ეს არის პირველი წითელი პარასკევი და პირველი აღდგომა, რომელსაც პატრიარქის გარეშე ვხვდებით. და არაფერია იმაზე ლოგიკური დღეს ჩვენს გადაცემაში ვისაუბროთ პატრიარქის ექიმებმა და ასეთ შემთხვევაში მე განსაკუთრებული პატივისცემით და მადლიერებით წარმოგიდგენთ ჩემს კოლეგებს, სწორედ იმ თანმიმდევრობით, როგორც ახლა თქვენ მათ ეკრანზე დაინახავთ, ბატონი გიორგი ბოჭორიშვილი, უროლოგი, პროფესორი, ბატონი კახა ახვლედიანი, ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბატონი თამას ხელაძე, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარდიოლოგი და ბატონი შალვა პეტრიაშვილი, კარდიოლოგი, პროფესორი. დილამშვიდობისა ბატონებო. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ გადაცემაში მობრძანდით სტუმრად და მე მაყურებელს უნდა გავუმხილო, რომ სწორედ ამ ფორმატით ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში, უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა შეკრების ტრადიცია. ვიკრიბებოდით, საუბრობდით, მსჯელობდით და ეს ყველაფერი უკავშირდებოდა მის უწმინდესობას. თითოეულ ჩვენგანს აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება მის მიმართ და ყველას განსხვავებული ისტორია გვაქვს, მაგრამ დღეს ჩვენ არ შევიკრიბეთ, იმიტომ რომ სამედიცინო პრობლემებზე ვისაუბროთ. დღეს ჩვენ უნდა გაუზიაროთ მაყურებელს ის განსაკუთრებული შტაბ-ბეჭდილებები, რომელიც არასდროს დაგტოვებს და რომელიც უკავშირდება მის უწმინდესობას. როდესაც საუბრობთ შტაბ-ბეჭდილებებზე, რა თქმა უნდა, პირველი შეხვედრა ყოველთვის ადამიანებს შორის ურთიერთობაში შეიძლება იყოს გადამწყვეტი და ალბათ არ არის არავისთვის მოულოდნელი თუ სწორედ პირველი შეხვედრა და პირველი შტაბ-ბეჭდილება პატრიარქთან ჩვენთვის აღმოჩნდა უმნიშვნელოვანესი უკვე შემდგომი ურთიერთობებისათვის. მოდით დავიწყოთ შალვა. ჩემთვის ცოტა რთულია საუბარი მის უწმინდესობაზე, რადგან ეს გვიწევს უკვე წარსულში და ყველაფერი კინოს კადრებივით მიდის ჩვენ თვალწინ. იმდენი კარგი დღეები გვაქვს მის გვერდში გატარებული, განსაკუთრებით ყოველთვის ვიხსენებთ ხოლმე პირველ დღეს, როგორ მოხდა ჩვენი შეხვედრა უწმინდესთან. მე არ მერიდება ამაზე საუბარი, თუმცა ბევრჯერ მაქვს უკვე მოყოლილი ეს
თუ როგორ შევხვდით მე და უწმინდესი ერთმანეთს, მაგრამ კიდე ერთხელ ვიტყვი, იმიტომ რომ ამ არხის ეთერში ამ თემაზე მე საუბარი არ მქონია არასდროს. ეს იყო 1996 წლის ნოემბერში, როდესაც მე მთხოვეს, რომ მისულიყავი უწმინდესთან და მითხრეს, რომ პირდაპირ ესე უწმინდესი გიბარებს. ძალიან შევშფოთდი, ავღელდი და რომ უნდა მისულიყავი წინაღამეს მთელი ღამე არ მეძინა ფაქტიურად, იმიტომ რომ ველოდებოდი უწმინდესთან შეხვედრას, უნდა შევხვედროდი მას როგორც ექიმი და არა ისე რაღაც სხვა ლიგითი მოქალაქე. არა როგორც ლიგითი მოქალაქე. მივედი უწმინდესთან, შემხვდა ძალიან თბილად, ღიმილით, ჩვენ ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რაც მას ჰქონდა. ბოლოს მივეცი რეკომენდაციები, ურჩიე რამდენიმე მედიკამენტი და წამოვედი და დავპირდი, რომ მე აი რაღაც პერიოდის შემდეგ, თქვა 10 დღეში თუ 2 კვირაში ისევ მივიდოდი და გავარკვევდი თუ როგორ იყო ამ ჩემი რეკომენდაციების შემდეგ. მთელი ეს პერიოდი ჩემთვის იყო ძალიან რთული, იმიტომ რომ სულ ფიქრობდი ნეტა როგორ არის. მივედი და დამხვდა უწმინდესი ძალიან ესე კიდე უფრო კარგად, ღიმილით მომეფერა და მითხრა, რომ თავს გძნობდა კარგად ჩემი ვიზიტის შემდეგ. და ასე დაიწყო ისტორია. ასე დაიწყო ეს ისტორია და ეს იყო ჩემთვის ძალიან სასიხარულო, იმიტომ რომ მე სხვა დროს უწმინდესი ესე ახლოდან ნანახი არ მყავდა. ეს იყო პირველი შეხება მასთან. ამის შემდეგ უკვე მე პერიოდულად მასთან დავდიოდი ხოლმე, თუმცა მაშინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ესეთი იყო, რომ დიდად არ ჭირდებოდა ექიმის ხშირი ვიზიტი მას. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი, დიახ. კი, უფრო აქტიურად, მე რაღაცა წლები უკვე აღარ ვიყავი მისთვის საჭირო და 2009 წლიდან უკვე აქტიურად თითქმის სულ მის გვერდში ვიყავი მასთან ერთად ყველა ვიზიტზე, სამკურნალო მიდიოდა თუ რაღაც ოფიციალურ ვიზიტზე, როგორც საზღვარგარეთ, ისე ჩვენ ქვეყანაში, 1-2 გამონაკლისის გარდა. რეალურად 30 წელი შეიძლება 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მე პირველად ვიყავი უწმინდესთან, აი ექიმის რანგში. ამას აქვს მნიშვნელობა წლები ცვლის ამ ურთიერთობებს? წლებმა ურთიერთობები ვერ შეცვალა, რა მხრივ მეკითხებით გააჩნია წლებთან ერთად უფრო შთაბეჭდილება მაგალითად. წლებთან ერთად უფრო გაღრმავდა ეს ურთიერთობები, დობის ფაქტორი გაღრმავდა და დამოკიდებულება გაღრმავდა, რა თქმა უნდა, ერთმანეთის მიმართ და განსაკუთრებით ჩემთვის თავარი იყო უწმინდესის დამოკიდებულება ჩემს მიმართ და ეს არ შეცვლილა არასოდეს საბედნიეროდ. როდესაც დამოკიდებულებებზე და ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, ჩვენ შევთანხმდით, რომ ადამიანები სოციალური არსებები ვართ, ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია ურთიერთობა, მაგრამ არის განსაკუთრებული ურთიერთობები, რომელიც ზოგჯერ მთლიანად ცვლის ჩვენს ცხოვრებას და არის გამოცდილება, რომელიც ცვლის ჩვენს წარმოდგენას სამყაროს. ბატონ გოგი, როგორი იყო ეს გამოცდილება? როგორი იყო თქვენი პირველი შთაბეჭდილება და მე ეს გზა ამ შთაბეჭდილებების? დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივ სტუდიაში. დღეს ვიხსენებთ ეპოქალურ პიროვნებას, ადამიანს, რომელმაც შექმნა ეპოქა. ძალიან რთულია ამაზე საუბარი, იმიტომ რომ მან გვასწავლა ძალიან ბევრი რამე და კიდევ უფრო მეტი რამე უნდა განვახორციელოთ, რაც მან დაგვიტოვა და გვიანდერძა. ეს არის მთავარი. ეს ხდება ყველაზე დიდი გამარჯვება ჩვენი ქვეყნისა, თუ ჩვენ ამას შევძლებთ. პირველი შეხვედრა 94 წელს მოხდა, 1994 წელს ამერიკაში ვიყავი 93-94 წლებში და იქიდან ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის ტვირთი წამოვიღე, ესე რომ ვთქვათ რა, ეს იყო უნიკალური სამნიცნო პერიოდიკა 1986 წლიდან 93 წლის ჩათვლით. ეს იყო 45 წიგნებისა, სახელმძღვანელოებისა. ეს იყო სამნიცნო აპარატურა სხვადასხვა შტატებიდან ნაჩუქარი, რომელიც ამერიკის მართლმადიდებელი ასოციაცია იყო ესეთი, მათი მეშვეობით გადმოიგზავნა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელზე. და მე მომიწია აი ამ ტვირთის მიღება და მაშინ შევხვდი პირველად უწმინდეს 94 წელი იყო. მაშინ გავიცანე მეორე სართულზე იყო მისი სამუშაო კაბინეტი, არაჩვეულებრივად ჩემხდა, იქ გავიცანე მამა დავითი და მამა კონსტანტინე ჭინჭარაულები, რომელთან ერთად მე აღლაძის ქუჩაზე ახლა სადაც ის არის, რა ქვია, ბაზრობა არის, იქ იყო უზარმაზარი საწყობი, სადაც ეშელონმა ჩამოტვირთა ეს ტვირთი და მათთან ერთად მთელი დღე მოვუნდით ამ ტვირთის მანქანებში და დაბინავებას. შემდეგ რამოდენიმე შეხვედრა იყო და უკვე 2000 წლიდან სადღაც 2005 წლიდან სისტემატიურად მისი უშუალო თხოვნით საღამოს ლოცვები ტარდებოდა საპატრიარქოში და ჩვენ ოჯახს თხოვა რომ მე მინდა რომ თქვენ ყოველ საღამოს დაეწროთ ამ ლოცვებსო და ფაქტობრივად თითქმის ყოველ დღე ვიყავით საპატრიარქოში. და ძალიან ბევრი შეხვედრა შემდეგ უკვე როგორც პროფესიული თვალსაზრისით იმ არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად რომელიც ნაწილიც დღეს აქ ძანდება მე მომიწია უდიდეს პასუხისმგებლობის აღება მის ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და იმ ტვირთის განაწილებისა და იმ პასუხისმგებლობისა რაც ჩვენ დაგვაკისრა უზენაესმა მისი ჯანმრთელობისთვის ზრუნვას. და მე მინდა გავიხსენო ბოლო შეხვედრაც რა, იმიტომ რომ პირველს რო იხსენებ, ბოლო ჩამჭა ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩვენთვის, იმიტომ რომ ამ წლის 12 ოქტომბერს ღამე მიფრინავდი ინგლისში ევროპის ორგანოთა ასოციაციის კონგრესზე და დასალოცად შევედი 12 მარტს ალბათ. 12 მარტს. სხვა რიცხვი თქვი? ოქტომბერი ბრძანეთ არა უშავს. თავარია რომ ყველანი მივხვდით და ხო, იმდენად შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, რომ შეიძლება ესე რასაკვირველია ბატონ გოგო. ხო და 12 მარტს საღამოს ხოლმე უწმინდეს რომ აი ესეთი თვლემდა ძალიან ხშირად ამას იხსენებენ ადამიანები, ვისაც მას ურთიერთობა ჰქონდა, ან არ ჰქონდა, ამჩნევდნენ რომ თვალები დახუჭული იყო და თითქოს გონია რომ თვლემს ან არ გისმენს, ამ დროს იწერდა პირჯვარს ეს საოცარი რამ იყო და თითოეულ თქვენგანს გახსოვთ ეს არაჩვეულებრივად და რო უთხარი რომ აი ესეთი ისაა და მივდივარ თქო თავი აწეა თვალები გაახილა და მკითხა რატომო უთხარი რომ აი ესე კონგრესია და მივდივარ და გთხოვთ რომ დამლოცოთ თქო და ვაკურთხოთ თქო და გადამსახა პირჯვარი და ვერ წარმოვიდგენდი რომ ეს ბოლო ის იქნებოდა. ბატონ გოგი თქვენ ძალიან ნიშნულოვანი რამ ბრძანეთ, როდესაც ადამიანთან ურთიერთობაში ჩვენ მთელ გზას გავდივართ და ხშირად სათავე და დასასრული თითქოს კონკრეტული თარიღებია, მაგრამ ამ ურთიერთობას არ უსვამს ეს წერტილს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩვენში რჩება და გრძელდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენ გუნდი ახსენეთ და მე კიდევ ერთხელ დაუბრუნდები ფრაზას, რომელთაც დღევანდელი ჩვენი შეხვედრა დავიწყე. დღეს ჩვენ ვართ წარმოდგენილი იმ ტრადიციული ფორმატით, როგორითაც ვიკრიბებოდით ბოლო წლების მანძილზე, სწორედ ამ შემადგენლობით. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე ექიმი, ვინც დღეს აქ არ არის და მიიღო ამ პროცესში მონაწილეობა, ჩვენ არ გვახსოვს ან არ უნდა ვთქვათ მათ მიმართ მადლიერებით. უპირველეს ყოვლისა მე ვახსენებ აუცილებლად ქალბატონ ცისანას, რომელიც დღეს აქ არ არის, მაგრამ საქმის კურსშია, იცის რომ ვიკრიბებით და მისი მდგომარეობიდან გამომდინარე მე ვიტყვი რომ უზარმაზარია მისი წვლილი და როლი ამ პროცესებში, რასაც მისი უწმინდესობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა წვლილი კი არა 8 წლია ქალბატონიცისანა, იმიტომ რომ ქალბატონიცისანა იყო აი შეწირული ამ საქმეზე. თუ მაგას სხვა არაფერი არ უკეთებია,
გარდა იმისა, რომ ზრუნავდა უწმინდესის ჯანმრთელობაზე. დიახ. და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ის კოლეგა, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა მიზეზით იყო ამ პროცესში ჩართული, ასეთივე განსაკუთრებული სიყვარულით აკეთებდა თავის საქმეს. და როდესაც ლაპარაკია ჩვენს გულის ხმიერებაზე, გულის ტკივილზე, ჩვენს გულმხურვალე დამოკიდებულებაზე, რა თქმა უნდა, მოდით გავაგრძელოთ ისევ კარდიოლოგიის ჭრილში და თაზოს კითხოთ, რატომ ვამბობ თაზოს? იმიტომ რომ სწორედ ასე მოგმართავდათ პატრიარქი და არასდროს დაუძახია თქვენთვის თამას. მოგმართავდათ თაზოთი და ჩვენც ასე გეძახით. თაზო, პირველი შეხვედრა როგორი იყო? მოგესალმებით, ჩემთვის ძალიან რთულია პატრიარქზე ვისაუბრო წარსულში. ჩემი პირველი შეხვედრა იყო როგორც ექიმის 2018 წელს, როდესაც ქალბატონ გულიკო ჩაფიძემ მიმიყვანა პატრიარქთან. ძალიან ვღელავდი, წინა ღამეს საერთოდ არ მიძინია და რომ მივედით საპატრიარქოში იყო ლოცვა, საღამოს ლოცვა. როდესაც დასრულდა ლოცვა, უწმინდესმა დაუძახა ქალბატონ გულიკოს და მეც მიმიყვანეს. მიმიყვანეს ძალიან თბილად მიმიღო, დამლოცა და დაგვპატიჟა ტრაპეზზე. და მაინც შინაგანად ვიყავი ძალიან დაძაბული. ისეთ დაძაბული ვიყავ, რომ ტრაპეზზე მხოლოდ პატრიარქი ბრძანდებოდა, ქალბატონ გულიკო და მე. და იმდენად დაძაბული ვიყავი, რომ წყლის დალევის ისიც არ მქონდა თავი. და მოკლედ პატრიარქმა დაიწყო ზრუნვა, ანუ წყალი თვითონ დამისხა, საჭმელი თვითონ მომაწოდა და ანუ ისე დამიწყო ლაპარაკი, თითქოს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიცნობდი პატრიარქს. აი ესეთი უშუალო იყო და ძალიან ემოციურად და დადებითად მახსენდება მასთან გატარებული წლები. ეს დამოკიდებულება გაჰყვა თქვენს ურთიერთობასთან? რა თქმა უნდა, ყოველი პატრიარქთან ურთიერთობა, ყოველი დღე იყო განსაკუთრებული, ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი დღე არ გავდა ერთმანეთს, ანუ ყოველი დღე იყო მინდა მას ხაზი გაუსვა განსაკუთრებული. ერთ ძალიან ისეთ შემთხვევას მოყვები, სანამ ეს COVID პანდემია დაიწყებოდა, ისევ მე და ქალბატონი გულიკო ვიყავით მისულები პატრიარქთან. სხვათა შორის მაშინაც ლოცვა იყო და ლოცვის შემდეგ ქალბატონ გულიკოს ეუბნება უწმინდესი, რომ აი რამოდენიმე ხანშიო ისეთი დრო მოვაო, რომ დედასო შვილთან ურთიერთობას შეეშინდებაო, დაიხურებაო ქალაქებიო, სოფლებიო და ჩაიკეტება მთელი დედამიწაო და ქალბატონმა გულიკომ, მას უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდა და მას უფრო თამამი ლაპარაკი შეეძლო ხოლმე პატრიარქთან და ქალბატონ გულიკომ უთხრა უწმინდეს, რომ თქვენ უწმინდესობა ეს ალბათ სიზმარი იყო. დაგესიზმრათ. დიახ, სიზმარი იყო. და უწმინდესი ძალიან ბრძენი იყო, მან არ იცოდა ხოლმე უცებ ეგრევე დამტკიცება, მან რა თქვა. და დაახლოებით რამოდენიმე წამში ქალბატონ გულიკოს უთხრა, რომ გულიკო, შენ ნახავ, რომ ეს სიზმარი არ ყოფილაო რამოდენიმე ხანშიო და ზუსტად დაახლოებით 6 თვეში დაიწყო ის საშინელი პანდემია, რაც ჩინეთში, ვუხანში აღმოცენდა და ძალიან ბევრი ესეთი შემთხვევა იყო. მას როდესაც შეეძლო ხოლმე მსახურებებზე წასვლა, ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, ერთი განსაკუთრებული შემთხვევა, მას ჰქონდა ვირუსული ინფექცია, ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრმა ექიმმა წირვის წინ უთხრა, რომ თქვენ უწმინდესობა იქნება დაისვენოთ და არ წაბრძანდეთ წირვაზეო. მაგრამ უწმინდესი როგორც ახასიათებდა, მას ძალიან პრინციპული გადაწყვეტილებები შეეძლო და მოკლედ შვიდად წყნარად თქვა, რომ ჩვენ დღეს მივდივართ წირვაზე. წაბრძანდა მისი უწმინდესობა წირვაზე სამებაში და წირვიდა რომ ჩამოვედით საპატრიარქოში, უწმინდესმა დემონსტრაციულად გაგვასინჯინა სიცხე და რა თქმა უნდა სიცხე მას აღარ ჰქონდა და აი მას ყოველთვის ესეთი სასწაულების მოხდენა შეეძლო მისი იმ ადამიანების თვალწინაც, ვინც მტკიცებით მედიცინას წარმოადგენს და ვისი აზროვნების და ხედვის კუთხე არის მეცნიერებასთან დაკავშირებული. მათ შორის ახლა რაც თაზომ თქვა, მაგასთან დაკავშირებით გამახსენდა ერთი ამბავი. ეს იყო ნათლისღება 2022 წლის ცივა, საშინელი ყინვა და იმაში ვარ ციონში. და დიდი აიაზმა ტარდება. ეს ტარდება გარეთ, იცით. დაახლოებით 9 საათი 40 წუთი გრძელდება ეს ამბავი.
და არაჩვეულებრივი დაცვის ბიჭები იყვნენ, დაცვის ხელმძღვანელი ბატონი ვანო და ვანო შეწუხებული ადგა თქვა, რომ გარეთ გადისო. ახალი ნავადყოფარი იყო. და მე მომიბრუნდა და ექიმებს დაუჯეროსო. და მივეახლე, მიულოცე, უთხარი რომ შვენურად გამოიყურებით, გილოცავთ დღევანდელ დღეს და იქნებ თანამწირველებმა ჩაატარონ ეს ყველაფერი, თქვენ აქ იქნებით სითბოა მაინც და კარგიო მითხრა. ახარებული მოუტრიალდი უთხარი რომ აღარ გადის თქო. და 5 წუთში აბა წავედითო. ძალიან ისეთ ხო რა უთხარი რომ ცოტა ხნის წინ ტემპერატურა ქონდათ, შეიძლება ეს გართულდეს, მე ფილტვებს ანდება და ეხა ისევ ანტიბიოტიკები და რაღაცები რო არ ვიხმაროთ თქო, იქნებ ჯობია. გადის, ყველაფერი ჩაატარა როგორც საჭირო იყო, დაბრუნდა საპატრიარქოში, მე აღარ ავსულ ვარ ტრაპეზზე და ტრაპეზზე მოვხედია და ის ადარეო გოგიო რომ მეუნებოდა ფილტვების ანთება დაგემართებოდა. დავემართაო ფილტვების ანთება. ეს ისე ძალიან ხშირად, როდესაც ამ თუ იმ ფაქტს შევესწრებით ხოლმე, ჩვენ არ შეგვიძლია საერთო მოვლენათა რეტროსპექტივაში წარმოვიდგინოთ ორგანულად, მაგრამ როდესაც გადის დრო, ჩვენ გაცილებით უფრო ადვილად აღვიქვამთ მოვლენათა ჯაჭვს, ან უფრო გასაგები ხდება მოვლენათა ის ჯაჭვი, რომელიც ხშირად ჩვენი წარმოდგენის, ჩვენი ლოგიკის მიღმა. მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც მე დაუბრუნდები აი ამ პირველი შთაბეჭდილებების ხას, ბატონ კახას მინდა ვკითხო, რომელმაც შეიძლება მე განსაზღვროს მთლიანად ეს ჩვენი ურთიერთობა. როგორი იყო თქვენი შეხვედრა და პირველი შთაბეჭდილება? ჩემი შეხვედრა ესე უშუალოდ უწმინდესთან შედარებით, ბატონ შალოსთან და ბატონ გოგისთან შედარებით, უფრო ბოლო დროს ახლახან იყო შეიძლება ითქვას, 3-4 წლის წინ. და მოხდა საინტერესო რამ, მე მასთან დამიძახეს, მაგრამ ეს დაძახება არ მოდიოდა როგორც შეიძლება, აი როგორც ბატონ შალვას უხმეს, როგორც პაციენტმა გიხმოს, ან პაციენტის ახლო ოჯახის გარემომ გიხმოს, არა. მე მასთან დამიძახა ჩემმა მასწავლებელმა. ბატონი რომან შაქარიშვილი, პროფესორი რომან შაქარიშვილი, ნევროლოგიის აკადემიკოსი, რომელიც წლების მანძილზე გვერდში ედგა უწმინდეს და რეალურად მართავდა მის ჯანმრთელობაზე მიმართულ მთელ რიგ საკითხებს და მოხდა ისე, რომ ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ უწმინდესი არის ძალიან კარგი, ესე თქვა, სამედიცინო მეთვალყურობის ქვეშ და უცბად ჩემი მასწავლებელი მირეკავს და მეუბნება, რომ შენ მე მჭირდება ამ საქმის თვის და როგორც აღმოჩნდა, მე მას დავჭირდი ამ საქმის გასაგრძელებლად. ამიტომ ჩემი პირველი შეხვედრა ესე ინდივიდუალური შეხვედრა არ იყო, ეს იყო ჯგუფური სამედიცინო კონსილიუმი საერთაშორისო მოწვეული ექსპერტების ჩართულობით. საერთაშორისო სამედიცინო დახმარება ეს მიღებული ფორმაა სამედიცინაში, როდესაც კონსილიუმი განიხილავს რაღაც საკითხებს და უწმინდეს ჰქონდა ურთიერთობა რამდენიმე ესეთ ძალიან ავტორიტეტულ ჯგუფებთან. ეს იყო შვედეთის ჯგუფი, ეს იყო ჯერ გერმანიის ჯგუფი იყო, მერე შვედეთის და ავსტრიის და ისრაელის ბოლოს. და ისე მოხდა, რომ ჩემი პირველი შეხვედრა მოხდა იმ პერიოდში, როცა შვედეთის სამედიცინო აი ამ კოლეგიის წარმომადგენელი, სხვათა შორის ჩვენი თანამემამულე ბატონი ზაალ კოკაია ესწრებოდა და მოწვეული იყო კიდე ავსტრიიდან პროფესორი რეგინა კაცენშლაგერი, აღიარებული სპეციალისტი პარკინსონის დაავადების დარგში და ხდებოდა გარკვეული გაზიარება აი ამ გამოცდილების, გადაცემა, ესე ვთქვათ, ესტაფეტის. ამაში მონაწილეობდა
ბატონი რომა და მეც როგორც აი ამ გუნდის წევრი და შესაბამისად ეს ჩემი პირველი ურთიერთობა რაღაცნაირი ეს კონსილიუმის და აი ასეთი გუნდური ჩართულობის ხასიათს ატარებდა. მაგრამ დროთა განმავლობაში გამოვიდა რომ უფრო ხშირად და უფრო რეგულარულად უკვე მომიწია ისეთი ინდივიდუალური ურთიერთობა უწმინდესთან, უკვე გარშემო გუნდი არ მყავდა და შეიძლება ითქვას, რომ ჩემი პირველი ურთიერთობა და შეხვედრა მოხდა არა მაშინ, როცა მართლა პირველად შევხვდი, არამედ მოგვიანებით, როცა ეს გახდა არა მხოლოდ შეხვედრა, არა მხოლოდ ვიზიტი, არამედ ზრუნვის საგანი. ისეთი ზრუნვის საგანი, რომელიც ჩვენ ძალიან შეიძლება გაგონებდეს, როგორც ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი მშობლების მიმართ, ჩვენი ძალიან ასე ახლო ადამიანების მიმართ და ამიტომ ყოველი მომდევნო შეხვედრა რაღაცნაირად უფრო და უფრო ინდივიდუალური ხდებოდა. და ბოლოსკენ უკვე რაღაცნაირად ისეთი ძნობა გაჩნდა და მოლოდინი, რომ ეს შეხვედრები კიდე იქნება. მე რო ბოლოს ვნახე უწმინდესი, მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს შეხვედრები კიდე იქნება. თუმცა იცით, აი ისეთი შთაბეჭდილება იყო, რომ დრო გაჩერებულია და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ახლა არის. თავისი კარგი მომენტებით და არც ისე კარგი მომენტებით და აი ესეთი რაღაცა განსაცდელის და რაღაცა ესეთი ცუდი რაღაცაში ფოთის და ცუდი რაღაც მოლოდინის საფუძველი მის გარემოში ესე არ იქნებოდა, ამას თვითონაც არ ქმნიდა და შესაბამისად რაღაცნაირად ისე ბოლოს ისე შევხვდით, რომ აი ახლაც მაქვს ისეთ შეგრძნება, რომ ამ კვირაში თუ არა იმ კვირაში თაზო შევთანხმდებით, ავალთ კიდე რაღაცას დავიხილავთ, კიდე რაღაცას მოვიფიქრებთ და ასე რომ მე მგონი ეს გრძელდება. სხვათა შორის ეს უწყვეტობის განცდა ძალიან ბუნებრივია ჩვენთვის ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობაში, იმიტომ რომ ეს ძალიან გვჭირდება ჩვენ. როდესაც ვლაპარაკობთ პირველ შთაბეჭდილებებზე, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი პირველი შთაბეჭდილებები უკავშირდებოდა დისტანციურად მისაღმას. ჩემ შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში ასეა, როდესაც მახსენდება პატარა ბავშვები რომ ვიყავით და საღდგომო ლიტურგიაზე სვეტიცხოველში რომ უნებურად ახლოს ნახავდით. პირველი განსაკუთრებული შთაბეჭდილება ჩემთვის იყო პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი და ჩემი მეგობრის მამიდამ წაგვიყვანა სიონში საშობაო წირვაზე. და ზეთისხების შემდეგ უკვე ადამიანები ერთმანეთს ახლოს ესაუბრებიან, აღმოვაჩინეთ, რომ ჩემი მეგობრის მამიდას ესაუბრება. და პირველად მოვისმინე მისი ხმა ახლოდან. არც ერთი სიტყვა არ მახსოვს, რას ამბობდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახლოს იდგნენ, გვერდით ვიდექი. ვუყურებდი მხოლოდ მას და აღვიქვამდი ხმას, რომელმაც ერთბაშად გარშემო ყველაფერი გაათბო. სიტყვები არ მახსოვს, მაგრამ აი ეს შეგრძნება მახსოვს. და თქვენ წარმოგიდგენთ, ეს შეგრძნება ყოველი შეხვედრის დროს განმეახლდებოდა ხოლმე და მე გავიხსენებ უშუალოდ პირისპირ შეხვედრას 20 წლის წინ, რომელმაც ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა. კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით საუბრობდით და ბატონმა გოგი მახსენა. მას ჰქონდა ჩვევა, როდესაც თავს დახრიდა და ძალიან ყურადღებით გისმენდა. და რაღაც მომენტში, როდესაც სიტყვა ნუტრიციოლოგია ვახსენე, უცებ აწია თავი და თითქოს გამომცდელი მზერით შემომხედა. ოღონდ ეს არ იყო გამომცდელი მზერა, აი რამდენიმე შინაარს რომ იტევს, აი ასეთი მზერა იყო. და მეკითხება, ნუტრიციოლოგია საქართველოში არსებობს? ამ სამი სიტყვით დასვა კითხვა, მაგრამ ინტონაცია იყო ისეთი, რომელიც გულისხმობდა განა საქართველოში ნუტრიციოლოგია ამჟამად არსებობს, ანუ ქვეტექსტი ქონდა ასეთი. და მე დავიწყე ძალიან ენერგიულად ახსნა იმის, რომ სამწუხაროდ არ არსებობს, მაგრამ ბევრს მეცადინეობთ, მოვინდომებთ, აუცილებლად იქნება. ამასაც ისმენდა თავდახრილი. და რაღაც მომენტში, როდესაც მე მაქსიმალური ძალისხმევა ჩავდე სიტყვებში, რომ დამერწმუნებინა, რომ ნამდვილად იქნება, ისევ ამომხედა და ამჯერად ქონდა იმდენი სიყვარული თვალებში,
გამიღიმა, თავი დამიქნია და ამითი თითქოს დასტური მომცა, რომ კი, ასე თუ გააგრძელებთ, აი დაახლოებით ასე ჟღერდა ეს ყველაფერი და ამიტომ მე სიმართლე გითხრათ, აღარ გამკურვებია, როდესაც ჩვენ 2000-იან წლებში წამოვიწყეთ ხანდაზმულთა კვების შესახებ და მე ძალიან მინდოდა რომ ეს პროექტი განვეხორციელებინა, პირველი მხარდამჭერი აღმოჩნდა მისი უწმინდესობა. როდესაც ჩვენ დღეგრძელობის დღეს დავუკავშირეთ მრავალჟამიერის და ერთად გვინდოდა სათქმელი ჯანმრთელობის შესახებ ფიზიკურ, მენტალურ, სოციალურ ჭრილში გვეთქვა, ის იყო ზუსტად მხარდამჭერი, რომ სამების ახალგაზრდულ ცენტრში გამართულიყო ასეთი საღამოები. და რა თქმა უნდა, ეს იყო ის პირველი განსაკუთრებული შთაბეჭდილება, რომელმაც ნამდვილად შეცვალა ჩემი დამოკიდებულება და ძალიან გამაკვირვა არ დაგიმალავთ. ჩვენ საუბარს გავაგრძელებთ, კოლეგებო, აუცილებლად გავაგრძელებთ, რადგან ჩვენი საუბარი ორ ნაწილად იქნება ჩვენი მაყურებლისათვის ხელმისაწვდომი, თუმცა ვიდრე მეორე ნაწილი იქნება ჩვენი საუბრის, მე ვისარგებლებ შემთხვევით და დღეს ბოლო სიტყვაობად, არა ტრადიციულად დავემშვიდობები მაყურებელს, არამედ მიულოცავთ წინასწარ აღდგომის ბრწყინვალე დღევსასწაულს ყველას და ვიტყვით, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის ბოლო სიტყვაობა იქნება ერთი განსაკუთრებული გოგონას, განსაკუთრებული ისტორიის შემდეგ განსაკუთრებული გრძნობით, სიყვარულით შესრულებული ნაწარმოები. თამნაშალვაში თქვენ იცნობთ უსინათ ლოპიანის, რომელმაც უზარმაზარი გზა გაიარა და რომელიც თავისი დიდი შრომისა და მონდომების შემდეგ ჩიკაგოს კონსერვატორიის შემსრულებლად ჩამოყალიბდა. დღეს ის საქართველოშია და შესანიშნავ მევიოლინე ქალბატონ ბელა ურუშაძესთან ერთად პატრიარქის საგალობელის საკუთარ შესრულებას შემოგთავაზებთ.